ებრაელებს 3 სინაგოგა, მუსლიმებს კი 13 მეჩეთი საკუთრებაში გადაეცათ გადაწყვეტილება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის ხომაზე მიიღეს. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი მართლმადიდებლური ეკლესიის შუამდგომლობებსაც შეეხო. 30 შუამდგომლობიდან სხდომაზე დაკმაყოფილდა 13. კონკრეტულად თუ რა მოთხოვნებზეა საუბარი, ეს ჯერჯერობით უცნობია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ჩატარდა ფინანსური და ქონებრივი საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისია. განხილული იქნა 3 რელიგიური ორგანიზაციის მოთხოვნა. მუსლიმებს დაუკმაყოფილა 12, ებრაულებს დაუკმაყოფილა 3 სინაგოგის გადაცემის საკითხი, მართლმადიდებლურს დაკმაყოფილდა 13, ხარვეზით 13 და უარი 4. ყველა მეჩეთები რეგისტრირდება სრულად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბალანსზე და საშუალება მოგვეცემ იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში რეკონსტრუქცია, რემონტისათვის, ან კიდე გაფართოებისათვის, რომ დაგჭირდეს, შეგვეძლება, რომ გამოვიტანოთ პროექტი და პროექტით ვიმოქმედოთ. 13 საკითხი დადებითად გადაწყდა, 13 საკითხზე დადგინდა ხარვეზი, რაც გულისხმობს მასალების დაუზუსტებლობას, პროექტები არ იყო სწორად წარმოდგენილი, ან ხარვეზით იყო წარმოდგენილი, ამიტომაც 100 საკითხებზე ხარვეზი დადგინდა და 4 საკითხზე უარი იქნა გამოცხადებული, მიღებული, რადგანაც საკითხები არ იყო წარმოდგენილი.